ჩვენ უნდა შევძლოთ ძალიან მაღალი ხელოვნების დონეზე, მაღალი პოლიტიკური ხელოვნების დონეზე, სათანადო არგუმენტირებით, სათანადო არგუმენტების მოშველიებით შევძლოთ, დავანახოთ, დავარწმუნოთ მოსახლეობა იმაში, რაც ჩვენ შევძელით. და მე პირდაპირ გეტყვი, ჩვენ შევძელით შეუძლებელი. ეხლა ამას არ უნდა ამბობდეს ალბათ პრეზიდენტი იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობას უჭირს, ზოგი პენსიას ვერ იღებს, ზოგი ხელფას ვერ იღებს, ვინც იღებს ისიც ხშირად სიმბოლურია და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ შევძელით შეუძლებელი, ჩვენ არა მარტო საფუძველი ჩავუყარეთ, ჩვენ ფაქტურად ავაშენეთ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო. დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენ ავიღეთ ორიენტაცია ევროპულ ცივილიზაციაზე, ევროპულ უმაღლეს ღირებულებებზე, მსოფლიო ღირებულებებზე მაშინ, როცა დანგრეული იყო ქვეყანა, როცა თბილისის ქუჩებში და არა მარტო თბილისის დათარეშობდნენ შეიარაღებული ბანდები, უკანონო შეიარაღებული ფორმირებები. აი ეს ორიენტაცია, ამ ორიენტაციამ მოუტანა საქართველოს მსოფლიო აღიარება. მე გაოცებული დავრჩი იმ ცოდნით, რომელიც აღმოაჩინე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, ჰიუსტონში, სხვა ქალაქებში, იმ ცოდნით საქართველოს შესახებ. სულ რამდენიმე წლის წინ ალბათ რუქაზე დაუწყებდნენ ძებნა, სად არის ასეთი ქვეყანა და რა ქვეყანაა. დღეს იციან ჩვენმა მეგობრებმაც და არაკეთი მსურველებმაც აგრეთვე, რომ არის საქართველო ქვეყანა, რომელიც აშენებს დამოუკიდებლობას, დემოკრატიას, რომელსაც აქვს თავისი პრინციპები. მე არ დავეთანხმები, რომ არ გააჩნია იდეოლოგია, ჩვენ იდეოლოგიას გაგვაჩნია ჩვენი მსოფლმხედველობას გაგვაჩნია და ამის ქვაკუთხედი არის ის კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ ერთად შევქმნით და ამის ქვაკუთხედი არის დამოუკიდებელი საქართველოს, დემოკრატიული საქართველოს აშენების იდეალები, რომელიც ჩვენ ჩამოყალიბეთ. კვლავ და კვლავ სიფხიზლე გვმართავს. რაც საქართველოს თავს დაატყდა. ინსპირირებული კონფლიქტები. ამდენი ათასი ადამიანი მსხვერპლი. ამდენი გამოდევნილი ადამიანი. ყველაფერი ეს დაკავშირებულია გარეშე ძალასთან. რომლისთვისაც საქართველო არანაკლებ საინტერესოა ვინმე რომელიც გნებავს თავისი რეგიონი. მე არ მიკვირს რომ ისინი ასე ჟელობენ, ისინი თავისი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ. მაგრამ ეს არ დამთავრებულა ყველაფერი. არავითარი პრობლემა არ გვაქვს ჩვენ იმ ძალებთან, ვისაც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავი გადაუდვია. ვისაც საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობაზე ფიქრობს, ოცნებობს, დღე-ღამეს ასწორებს, როგორც იტყვიან. მათთან საერთო ენას გამოუძებნით. მაგრამ იმ ძალებთან, რომლებიც სხვა მიმართულებით ეკაჩებიან საქართველოს, ჩვენ ალბათ სხვანაირად უნდა ვიმუშაოთ და სხვა მეთოდებითაც უნდა ვიბრძოლოთ. რა თქმა უნდა, კონსტიტუციის ფარგლებში და კანონიერების ფარგლებში. მე დარწმუნებული ვარ, 1-2 წელიწადში, 3 წელიწადში სასწაული მოხდება საქართველოში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თქვენ გახსოვთ მithkom სამის შესახებ, 50 მილიონი გამოყვეს ერთდროულად, როგორც ერთჯერადი დახმარება სამხრეთ კავკასიისათვის, მცირე ბიზნესის განვითარებისათვის. ყოველწლიურად 50 მილიონი მოემატება. ასევე არის მზად ევროკავშირი და სხვა სტრუქტურები. სიმართლე რო გითხრათ, ჩვენ რომ ორიენტაცია ავიღეთ ევროპაზე, ევროპულ კავშირებზე, ეს შემთხვევითი ამბავი არ არის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არც ისე ბევრი წელი გავა, როცა საქართველო ევროკავშირის წევრი იქნება. ევროკავშირის წევრი, მაშინ სხვა ხალხი იქნებით, სხვა სახელმწიფო, სხვა დონის და სხვა თუ გნებავთ სხვა აზროვნების.